ჩვენ დღეს ნავთობს ჭამთ. მსოფლიოს კვების სისტემა დამოკიდებულია აზოტოვანი სასუქების მასიურ რაოდენობაზე. ამ სასუქების უმეტესობა კი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიიღება. ტრამპის ადმინისტრაცია იყენებს ეგრეთ წოდებულ მაქსიმალური დახჭობის ტაქტიკას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა რკინისებური ბლოკადა, რომელიც ომანის ყურიდან ღია ოკეანემდე ვრცელდება. თუმცა თუ თეირანის პერსპექტივა შევხედავთ, სურათი რადიკალურად იცვლება. მე დიდ ეჭქვეშ დავაყენებდი ყველაფერს, რაც ტრამპის ადმინისტრაციიდან მოდის. ირანული წყაროები ამტკიცებენ, რომ არც ერთი გემი არ გაჩერებულა. ევროპის უსუსურობის მაგალითად ისტორიიდან კვლავაც ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩაშლილი შეთანხმება შეგვიძლია მოვიყვანოთ. გერმანია იმაზე ბევრად მეწყიდის ამერიკაში, ვიდრე ამერიკა გერმანიაში. როცა ბაზარზე ასე ხარ დამოკიდებული, ამერიკის ადმინისტრაცია რასაც უნდა იმას გიზამს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ცინიკურად ამბობს. ისრაელის თავდაცვის არმია ყველაზე მორალური არმიაა მსოფლიოში. ჩვენ მიჩვეულები ვართ ომის მშრალ კადრებს, მაგრამ ის რაც ღაზაში ხდება, ყოველგვარ სამხედრო ლოგიკას ცილდება. უამრავ საომარ ზონაში ყოფილ ვარ, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არაფერი მინახავს. ეს სიგიჟეა. ამ სისტემის სიმბოლოდ იქცა 12 წლის ბიჭი, რომლის მკვლელობაც მაკინტოშმა საკუთარი თვალით ნახა. სნაიპერმა მას 7.62 კალიბრის ტყვია პირდაპირ მხარში ესროლა. ასეთი დარტყმა ბავშვის სხეულს უბრალოდ ანგრევს. გამარჯობა. ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. როგორც წინა ეპიზოდებში, დღესაც იმპერიების ბარბაროსობასა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგიყვებით. იმაზე, რასაც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ნახავთ. თუმცა იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მომავალშიც ისმოდეს, ერთადერთი გზა თქვენი აქტიურობა. გთხოვთ გახდით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვიური დონაციით და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დონაციის ბმულს კომენტარების სულში ნახავთ. პოლიტიკური სურათი 2026 წლის აპრილის ბოლოს ასეთია. ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვის მიმდინარეობისას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიიღწა და სრუტის გახსნის იმედიც გაჩნდა. ვითარება მას შემდეგ აფეთქდა, რაც ამერიკულმა ფლოტმა ომანის ყურეში ირანული სატვირთო გემი ტუსკა დააკავა. ვაშინგტონისთვის ეს ბლოკადის აღსრულება იყო. თეირანმა კი სრულმასშტაბიან მეკობრეობად და ომის აქტად შეაფასა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ტრამპი პაკისტანში თავის სპეციალურ წარმომადგენლებს, უიტკოპსა და ჯარედ კუშნერს აგზავნის. მათი თქმით, თუ საჭიროა პაკისტანში ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი ჩავა. მეორე მხრივ ისლამაბადშია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბასარ არაღჩი, თუმცა ის ამერიკელებთან პირისპირ დაჯდომას არ აპირებს და პირობები პაკისტანელ შუამავლებს გადასცა. ერთი შეხედვით ეს დიპლომატიისთვის შანსის მიცემას გავს. ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი მზად არის მოусმინოს ირანელებს, მაგრამ ნუ მოვტყუდებით, სანამ ამერიკელები ისლამაბადში ჩასაფრენად ემზადებოდნენ, რეალურ პოლიტიკაში დიპლომატიის ადგილი დიდი ხანია დაიკავა ღია შანტაჟმა და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკამ. პრეზიდენტმა გადაწყვიტა სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ისლამაბადში მიავლინოს, რადგან ირანულ მხარეს პირისპირ შეხვედრა სურს. პრეზიდენტი მზად არის დიპლომატიას შანსი მისცეს. წარგზავნილები ხვალ პაკისტანში გაემგზავრებიან, რათა ირანელებს მოусმინონ. ჩვენ ვიმედოვნებთ პროგრესს. პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი შტატებში დაელოდებიან სიახლეებს. ვიცე-პრეზიდენტი მზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში ისიც გაემგზავრება პაკისტანში, თუ მისი ჩართულობა აუცილებელი გახდება. დღეს ირანი და ამერიკა ბლოკადების ომში არიან ჩაბმული. ტრამპის ადმინისტრაცია იყენებს ეგრეთ წოდებულ მაქსიმალური დახჭობის ტაქტიკას. ამერიკული მხარის თქმით, ისინი არ უშვებენ არც ერთ ირანულ გემს, რის გამოც ირანი დღეში $500 მილიონ ზარალობს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა რკინისებური ბლოკადა, რომელიც ომანის ყურიდან ღია ოკეანემდე ვრცელდება. ჩვენი ფლოტი მას ყოყმანის გარეშე აღასრულებს. ყველა გემი, რომელიც ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, იქნება ეს ირანული ხომალდები თუ ირანული პორტებისკენ მიმავალი ტრანსპორტი, უკან გაბრუნდა. დღეისათვის სულ 34 ასეთი გემია. არაირანულ ხომალდებს ტრანზიტის უფლება აქვთ. ბლოკადა ძლიერდება და მალე მას მეორე ავიამზიდით შეუერთდება. ოპერაცია გლობალურ ხასიათს იძენს. მხოლოდ ამ კვირაში
ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში ირანის ჩრდილოვანი ფლოტის 2 გემი დავაკავეთ. მათ ეგონათ, რომ ბლოკადის დაწყებამდე გასვლა მოასწრეს, მაგრამ შეცდნენ. ჩვენ დავაყადაღეთ მათი სანქცირებული ხომალდები და ამ პროცესს კიდევ უფრო გავაფართოებთ. ტრამპის პოზიცია ამ კვირაში უკიდურესად აგრესიული გახდა. მისი რიტორიკა აღარ ტოვებს ადგილს დიპლომატიისთვის. True Social-ზე მან პირდაპირ დაწერა: საათი წიკწიკებს, ირანს დრო აღარ აქვს. უფრო მეტიც, პენტაგონში უკვე ღიად განიხილავენ ირანის სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ელექტროსადგურებისა და წყლის გადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას. ეს არის მცდელობა ირანის ხელისუფლება აიძულონ დანებდეს არა სამხედრო, არამედ ჰუმანიტარული კატასტროფის შიშით. როდესაც ტრამპს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ჰკითხეს, მისი პასუხი იყო ცინიკური. მას ატომური ბომბი არ სჭირდება, რადგან ჩვეულებრივი იარაღითაც უკვე გაანადგურა ქვეყანა. გამოვიყენებდი თუ არა ბირთვულ იარაღს ირანის წინააღმდეგ. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელშიც დავწერე. ის არ გვჭირდება. რატომ სვამთ ასეთ სულელურ კითხვას? რაში მჭირდება ბირთვული იარაღი, როდესაც ისინი ჩვეულებრივი, კონვენციური გზით სრულიად გავანადგურეთ? მე მას არ გამოვიყენებდი. ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება არავის არასდროს უნდა მიეცეს. მაგრამ აქ მთავარი კითხვა ჩდება. თუ ირანი მართლა ასე განადგურებულია, რატომ ვერ ხსნის ამერიკული ფლოტის სრუტეს? ირანელი გენერლები ამერიკულ სტატისტიკას დასცინიან. მათი არგუმენტი მარტივია. სანამ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ბედავს სრუტეში შესვლას და მის ძალით გახსნას, ირანი ინარჩუნებს მთავარ სტრატეგიულ უპირატესობას. ირანმა იცის, რომ კაპიტალისტური სამყაროსთვის ენერგორესურსების გარეშე დარჩენა უფრო დიდი დარტყმა, ვიდრე ნებისმიერი ბომბი. მართლაც ომამდე დღეში 130 გემი გადიოდა სრუტეში. ბოლო 24 საათში კი მხოლოდ 5 გემმა გაიარა. ამ 5 გემს შორის არ ყოფილა არც ერთი ნედლი ნავთობის სუპერტანკერი, რომელიც გლობალურ ენერგობაზარს კვებავს. გავიდა მხოლოდ მცირე მოცულობის ირანული ნავთობპროდუქტების ტანკერი. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ნავთობის 20% კვლავ ბლოკირებულია. ირანელები მტერს ეუბნებიან: თქვენ შეგიძლიათ დავბომბოთ, მაგრამ ყოველი გასროლილი ჭურვი ნავთობის ფასს კიდევ 10%-ით გაზრდის და თქვენს ამორჩეულს ამერიკაში ჯიბეს დაუცარიელებს. ეს სულაც არ არის ცარიელი რიტორიკა. ბოლო 7 დღის განმავლობაში ბრენტის მარკის ნავთობის ფასი გაიზარდა 16%-ით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ნახტომი ბოლო წლების განმავლობაში. ტრამპი საკუთარ ხაფანგშია გაბმული. ყოველ დღე, როდესაც ის აგრძელებს ირანის ბლოკადას, სინამდვილეში ხელს უწყობს სრუტის ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვებას. ეს კი, როგორც ნახეთ, ანადგურებს არა მხოლოდ ირანს, არამედ აფრიკას, აზიას და თავად ევროპასაც, რომელსაც საავიაციო საწვავი სულ რამდენიმე კვირის სამყოფი დარჩა. ნებისმიერი ახალი დარტყმა ამერიკის და ისრაელის მხრიდან კიდევ უფრო მძიმე პასუხს გამოიწვევს რეგიონის მთელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. And Mr. Netanyahu from Israel pursue a policy სანამ ბატონი ტრამპი და ბატონი ნეთანიაჰუ ისრაელიდან აგრძელებენ ირანის განადგურების, მისი მთავრობის შეცვლისა და მისთვის ყოველგვარი ტვირთის დაკისრების პოლიტიკას, მანამ ირანს შეუძლია და როგორც ხედავთ, აშკარად გააგრძელებს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტილ მდგომარეობაში შენარჩუნებას. თუ ბატონ ტრამპს გონია, რომ ამ ყველაფერს ბლოკადის დამატებით, რომელიც არც ერთ გემს არ შეუშვებს და გამოუშვებს, პრობლემას მოაგვარებს, ის ცდება. ამით ის მხოლოდ ხელს უწყობს სრუტის ჩაკეტვას, რაც თავისთავად პრობლემაა და არა გადაწყვეტა. როდესაც ბატონმა ტრამპმა ის ნაბიჯი გადადგა, დანარჩენმა მსოფლიომ თქვა: ღმერთო ჩემო, თქვენ შეშლილი ხართ, თქვენ ახლა კიდევ უფრო გაართულეთ აქედან ტვირთების შეტანა-გადანა. ეს კი უდიდესი პრობლემაა ჩვენთვის, ყველასთვის, აქ აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მიუხედავად ამისა, პიტ ჰექსეტი ოპერაცია ეპიკური ზღვას ისტორიულ წარმატებას უწოდებს. მისი თქმით, ეს არ არის ვიეტნამი ან ავღანეთი. ეს არის ლაზერულად ზუსტი მისია, რომელმაც ირანული სამხედრო მანქანა მეკობრეების ბანდამდე დაიყვანა. თუმცა თუ თეირანის პერსპექტივას შევხედავთ, სურათი რადიკალურად იცვლება. პროფესორი ჰასან აჰმადიანი ამტკიცებს, რომ ეს ეკონომიკური ალყა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მისი თქმით, ამერიკამ მხოლოდ ერთი ირანული გემი დააკავა, რაზეც მყისიერი პასუხი მიიღო და მას შემდეგ ვერ ბედავს რეალურ მოქმედებას. ირანული მხარე მიიჩნევს, რომ ეს ორკვირიანი ზავი ტრამპს მხოლოდ ძალების გადასანაწილებლად და ახალი დარტყმის მოსამზადებლად სჭირდება. მე დიდ ეჭქვეშ დავაყენებდი ყველაფერს, რაც ტრამპის ადმინისტრაციიდან მოდის. ირანული წყაროები ამტკიცებენ, რომ არც ერთი გემი არ გაჩერებულა, გარდა იმ ერთისა, რაზეც მათ რეაქცია ჰქონდათ. ამერიკელებს სხვა ხომალდები არ დაუკავებიათ, რადგან ირანმა მკაფიოდ თქვა:
ბლოკადა ომის აქტია და ჩვენ გულხელდაკრეფილი არ დაველოდებით დახრჩობას. მართალია, ფურცელზე ეს ბლოკადა დღეში $400 მილიონ-მდე ზარალს ითვალისწინებს, მაგრამ ის ჯერ არ აღსრულებულა. ირანელები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ საფარია რეგიონში დამატებითი ძალების შემოსაყვანად. მათი დღის წესრიგის მეორე ნაწილი კი ირანის შიგნით, ხელმძღვანელობასა და საზოგადოებაში ქაოსისა და განხეთქილების დათესვაა. ყველაზე ცინიკური კი პიტ ჰექსეთის გზავნილია ევროპისა და აზიის მიმართ. ის ღიად ამბობს, ჩვენთვის ეს სრუტე არაფერს ნიშნავს. ჩვენი ენერგია ტეხასიდან მოდის. ეს თქვენი ომია, ამიტომ ნუზიხართ თქვენს მდიდრულ კონფერენციებზე ევროპაში, ადით გემებზე და თავადი ომეთ სრუტისთვის. ჩვენ ევროპის იმედად არ ვართ, თუმცა მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად ჭირდებათ. ამიტომ სჯობს ნაკლები ილაპარაკონ, ნაკლები პომპეზური კონფერენციები გამართონ ევროპაში, გემებზე ავიდნენ და საქმეს მიხედონ. მართლაც, სანამ პრეზიდენტი ტრამპი თეირანის წინააღმდეგ ულტიმატუმების ენით საუბრობს, ევროპული პოლიტიკური სპექტრი კვიპროს ნიქოზიაში იკრიბება რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმ პრინციპულ პოზიციას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მსოფლიოსთვის მიუღებელია. თუმცა ამ დიპლომატიური რიტორიკის მიღმა იკვეთება ევროპის რთული მდგომარეობა. კონტინენტი ერთდროულად ენერგეტიკულ და სამხედრო ჩიხშია მომწყვდეული. კვიპროსის ეს სამიტი ნაცვლად რეალური გადაწყვეტილებებისა უფრო მეტად იმ სტრატეგიული უმწეობის დემონსტრირებაა, რომელშიც ევროკავშირი ამერიკული ინტერესებისა და რეგიონული კონფლიქტების ფონზე აღმოჩნდა. დაუწყოთ მთავარით. სად არის ევროპული ფლოტი? გასაგებია, რომ ტრამპის მიმართვა ევროპელებისადმი, რომ სრუტის გახსნა მათი პრობლემაა, ყოველგვარი ადეკვატურობის ზღვარს ცდება. თუმცა ამის მიღმა რეალობა ბევრად უფრო საზარელია. ევროპას ფიზიკურად აღარ ყავს ხომალდები. 1982 წელს ფოკლენდის ომის დროს მარტო ბრიტანეთმა 53 საბრძოლო ხომალდი დაძრა. დღეს კი მთელ სამეფო ფლოტში მხოლოდ 17 ხომალდია. მთელს ევროპაში ნატოს წევრების ჩათვლით სულ 4 ავიამზიდია და მათი საბრძოლო მზადყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. აქ კი მივდივართ კაპიტალისტური სისტემის უმთავრეს პარადოქსამდე. ევროპა მათწლეულების განმავლობაში თავისი საზღვაო ძალა და თავდაცვის უნარიანობა ეგრეთ წოდებული კეთილდღეობის სახელმწიფოზე გადაცვალა. უფასო ჯანდაცვა, ექვსკვირიანი შვებულებები და მაღალი სოციალური გარანტიები, ეს ყველაფერი ჩვენივრად ჟღერს, მაგრამ კაპიტალიზმის პირობებში არ არსებობს განცალკევებული სამოთხი. კაპიტალისტური დედამიწა ერთიანი ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთში სამოთხისებრ კუნძულს ისე ვერ შექმნი, რომ ადრე თუ გვიან ამისთვის უმძიმესი ფასი არ გადაიხადო. ევროპული კეთილდღეობა არ არის საერიდან მოსული სიკეთე. ის პირდაპირ ნიშნავს სიღარიბის წარმოებას გლობალურ პერიფერიებში და რაც თავარია ამერიკის შეერთებული შტატების ვასალიტეტს. ევროპამ დადო ფაუსტისეული გარიგება. მათ მიიღეს კომფორტი იმ პირობით, რომ ოკეანეებს და მათ სტრატეგიულ ინტერესებს ამერიკა დაიცავდა. კეთილდღეობაში გადახდილი ფული ვაშინგტონმა სამხედრო ხარჯებით დააკომპენსირა. დღეს ეს ილუზია საბოლოოდ დაიმსხვრა. პიტ ჰექსეთი მათ პირდაპირ დასცინის. ეს არის მომენტი, როდესაც ვასალს პატრონმა დაცვაზე უარი უთხრა და აღმოჩნდა, რომ ევროპულ სამოთხეს მოქმედების პერკეტები აღარ შერჩა. ევროპა საკუთარი კეთილდღეობის მსხვერპლი გახდა, რადგან სისტემაში, სადაც ძალა ერთადერთი ვალუტაა, მათ მხოლოდ ფუფუნების ნარჩენები აქვთ. ევროპის ეკონომიკური ძრავა გერმანია უკვე 8 წელია ინდუსტრიულ რეგრესს განიცდის. ეს არ არის უბრალო სტატისტიკა, ეს ნიშნავს, რომ ევროპული მრეწველობა ნელ-ნელა კვდება. ურსულა ფონ დერ ლაიენი იძულებულია აღიაროს, მხოლოდ ბოლო 54 დღიან კონფლიქტში ევროპამ 25 მილიარდი ევრო ზედმეტად გადაიხადა ენერგიაში, ისე რომ სანაცვლოდ დამატებით 1 კუბური მეტრი გაზიც კი არ მიუღია. ევროპა ამტკიცებს, რომ რუსეთთან კავშირი გაწყვიტა თავისუფლებისთვის, მაგრამ რეალურად ახლა კონტინენტი მთლიანად ჩამოკიდებულია ამერიკულ თხევად გაზზე, რომლის ფასიც ვაშინგტონის ხასიათია დამოკიდებული. სხვათა შორის ევროპის უსუსურობის მაგალითად ისტორიიდან კვლავაც ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩაშლილი შეთანხმება შეგვიძლია მოვიყვანოთ. ეს ეპიზოდი 2018 წელს იყო, რაც საკმაოდ სიმპტომატურია, რადგან ეკონომისტი იანის ვარუფაკისი ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, რომ ტრამპი ტკბებოდა, როცა გერმანიის მთავრობას უმწეო მდგომარეობაში აყენებდა. მაშინ ტრამპმა ცალმხრივად დახია ირანის ბირთვული შეთანხმება და ევროპას ულტიმატუმი წაუყენა. ევროპულ გიგანტებს, როგორიცაა Total, Siemens თუ გერმანული ავტოწარმოებლები, ირანში მილიარდობით ევროს ინვესტიცია ჰქონდათ გადაწყვეტილი. მათ სურდათ მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ამერიკამ უბრალოდ უთხრა, თუ ირანთან ივაჭრებთ, ამერიკულ ბაზარს დაგაკარგუნებთ. აი, ნაწყვეტი 7 წლის წინანდელი ინტერვიუდან. მაშინ მერკელი იყო, ახლა სხვა, მაგრამ არაფერი იცვლება.
What he's doing is he is luxuriating. თუ ტრამპის გადასახედიდან შევხედავთ, ის ახლა უბრალოდ კაიფობს იმით, რომ გერმანიის მთავრობას საკუთარ უმწეობას ახვედრებს და აპანყურებს. მოდით პირდაპირ ვთქვათ. გერმანია იმაზე ბევრად მეც ყიდის ამერიკაში, ვიდრე ამერიკა გერმანიაში. როცა ბაზარზე ასე ხარ დამოკიდებული, ამერიკის ადმინისტრაცია რასაც უნდა იმას გიზამს. უფრო კონკრეტულად, ამერიკაში 5,000-მდე გერმანული კომპანია მუშაობს და მათი ბიზნესი $600 მილიარდ აღწევს. ეს უზარმაზარი ფულია. ტრამპი გენიალურ ხრიკს იყენებს. ერთის მხრივ, ამ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებით ეფერება, მეორეს მხრივ კი სანქციებით ემუქრება. ოღონდ ირანისკენ გაიხედონ და ყველაფერს დაგიხურავთო. ასე უხდის ტრამპი სამაგიეროს ანგელა მერკელს. უბრალოდ აჩოქებს მას და საკუთარი მინისტრების თვალში სრულ ხელმოცარულად აქცევს. ეს იყო მომენტი, როდესაც ევროპულმა სუვერენიტეტმა არსებობა შეწყვიტა. გერმანული კომპანიების ბიზნესი ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეულობით მილიარდს აღწევდა. ამიტომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. მათ დაყარეს ირანული აქტივები და გაიქცნენ. ტრამპმა მაშინ აჩვენა, რომ ევროპა არ არის პარტნიორი, ევროპა ვასალია. დღესაც იგივე მეორდება. ევროპა ბოლო ათწლეულებია ყოველთვის სხვისი ომის საფასურს იხდის. როდესაც ამერიკა ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას თესავს, ევროპა იღებს ლტოლვილთა ტალღებს, გაძვირებულ საწვავს და ინდუსტრიულ კოლაფსს. როგორც ვარუფაკისი ამბობდა, ტრამპის ქმედებები მხოლოდ რადიკალებსა და ფანატიკოსებს აძლევს ხელს. ევროპა კი უბრალოდ პერიფერიად იქცა, რომელიც იმპერიის ავანტურებს აფინანსებს, სანამ მისი საკუთარი ინდუსტრიული საფუძველი ნელ-ნელა ნაცარტუტად იქცევა. უკვე წელზე მეტია, რაც ვაშინგტონისგან ევროპის მისამართით მხოლოდ მუდმივ მუქარასა და პირდაპირ ვიტყვი, ღალატს ვხედავთ. იქნება ეს უკრაინა, გრენლანდია თუ სავაჭრო ტარიფები. ახლა კი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ირანის ომს იყენებენ საბაბად. ომს, რომელსაც ნატოსთან საერთოდ თითქმის არაფერი აქვს, რათა ევროპას ისევ და ისევ დაარტყან. ფაქტობრივად, ევროპელებს ამ მუქარებისგან უკვე კანი გაუსქელდათ და რეაქცია აღარ აქვთ. არა იმიტომ, რომ ეს მუქარები ცარიელი სიტყვებია, არამედ იმიტომ, რომ უკვე აღარ აქვთ მნიშვნელობა რას იზამენ. რამდენჯერ ეამბორებიან პატრონს ბეჭედზე თუ რამდენად მონურად დაუხრიან თავს. ტრამპი მაინც თავისას აგრძელებს. თუ რამეშია ეს კაცი თანმიმდევრული, ეს ევროპისა და ნატოს მიმართ მისი აბსოლუტური ზიზღია. ევროპელებს ეგონათ, რომ ამერიკასთან რაღაც უხილავი შეთანხმება ჰქონდათ, რომელიც მუშაობდა. ახლა ის ყველაფერი, რაც პირველ რიგში ნდობაზე იდგა, ნაგავშია გადაგდებული. ნდობა კი ისეთი რამაა, ერთხელ თუ გაიბზარა, მას ვეღარაფერი გაამრთელებს. ამ ყველაფრის ფონზე მით უფრო ირონიულია, რომ გარდა გამონაკლისი ევროპელი ლიდერებისა, არავინ ცდილობს ტრამპის ღიად კრიტიკას და მის დადანაშაულებას. დაუბრუნდები კვლავ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრს, ჰორმუზის სრუტეს. მსოფლიო ეკონომიკის მთავარ არტერიაში დღეს მხოლოდ ნავთობის ტანკერები არ არის გაჭედილი. ამ ვიწრო ზოლში ახლა მილიონობით ადამიანის ყოველდღიური სადილი და მომავალი მოსავლის ბედი წყდება. ჩვენ ხშირად გვესმის მსჯელობა, თითქოს ირანის ომი მხოლოდ ნავთობისთვის ბრძოლაა, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო დაუნდობელი და კომპლექსურია. ეს არის გლობალური კაპიტალისტური სისტემის მიერ საკუთარი თავისთვის დაგებული ხაფანგი, სადაც საკვები ადამიანის არსებობის ფუნდამენტური პირობა, გეოპოლიტიკური ვაჭრობის საგნად და სამხედრო შანტაჟის მთავარ მძევლად იქცა. კაპიტალისტურმა ლოგიკამ სოფლის მეურნეობა ინდუსტრიულ კონვეირად აქცია, რომელიც მთლიანად ნავთობსა და გაზია მიჯაჭვული. დღეს ჩვენ ხედავთ, როგორ ინგრევა ეს ხელოვნურად ნაშენი პირამიდა. ჰორმუზის სრუტის ბლოკადა არ არის მხოლოდ ლოგისტიკური შეფერხება, ეს არის სისტემური კოლაფსის დასაწყისი. ერთი გეოპოლიტიკური დარტყმა სპარსეთის ყურეში ავტომატურად იწვევს შიმშილის ჯაჭვურ რეაქციას ათასობით კილომეტრის მოშორებით. ეს არის მომენტი, როდესაც კაპიტალისტური ეფექტურობა თავის ყველაზე ამორალურ სახეს აჩვენებს. როდესაც ბაზარი საკუთარი მოგების დასაცავად მზად არის პლანეტის უმწეო რეგიონები სასიკვდილოდ გასწირულს, ხოლო პური და სასუქი ცივი გათვლის ინსტრუმენტებად აქციოს. თანამედროვე კაპიტალისტურმა სოფლის მეურნეობამ ჩვენი კვების სისტემა სამუდამოდ მიაჯაჭვა მიწისქვეშა რესურსებს. ის, რასაც ათწლეულების წინ მწვანე რევოლუციას უწოდებდნენ და რამაც თითქოს შიმშილისგან გვიხსნა, სინამდვილეში იყო კაცობრიობის გადაყვანა ნავთობზე დაფუძნებულ რაციონზე. თუ ადრე სოფლის მეურნეობა მზის ენერგიაზე, წყალსა და ბუნებრივ ციკლზე იდგა, დღეს საკვების წარმოება სხვა არაფერია თუ არა ნავთობისა და გაზის გადადნობა საკვებ პროდუქტებად. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დღეს ნავთობს ვჭამთ. მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი დღეს მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ
აზოტოვანი სასუქებს მოვიხმართ. მათ გარაშე მიწა უბრალოდ ვერ გამოკვებავდა 8 მილიარდ ადამიანს. ეს სასუქები კი სწორედ იქი წარმოება, სადაც ბუნებრივი აირი ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომია, სპარსეთის ყურეში. ამგვარად, როდესაც ჰორმუზის სრუტე იკეტება, პრობლემა მხოლოდ გემების გაჩერება არ არის. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო მეურნეობის ენერგეტიკული საკვები წყდება. კაპიტალისტურმა სისტემამ ისეთი მოდელი შექმნა, სადაც ინდოელი ფერმერის მოსავალი ან სუდანელი ბავშვის გადარჩენა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, გაატარებს თუ არა მაგალითად ამერიკული ფლოტი ირანულ გემებს. ეს არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა, ეს არის გლობალური ჯაჭვი, რომლის ერთი რგოლის გაწყვეტა ავტომატურად ნიშნავს შიმშილს ათასობით კილომეტრის მოშორებით. კაპიტალიზმმა საკვები ისეთ პროდუქტად აქცია, რომლის წარმოება წარმოუდგენელია ნავთობის გიგანტებისა და მათი სამხედრო ინტერესების გარეშე. This system, we all know what happens when there's a scarcity. კაპიტალისტურ სისტემაში ყველამ კარგად ვიცით რა ხდება დეფიციტის დროს. ადამიანები, რომლებსაც ხელთ უპყრიათ ეს დეფიციტური რესურსი, მწარმოებლები, რომლებსაც ახლა იმაზე ნაკლების წარმოება შეუძლიათ ვიდრე ადრე, ამ პრობლემას სათავისოდ იყენებენ და ფასებს ჩვენზე, დანარჩენ საზოგადოებაზე ზრდიან. შესაბამისად, ჰელიუმის დეფიციტი გააძვირებს ყველაფერს, რაშიც კომპიუტერული ჩიპია გამოყენებული. ეს კი ფაქტობრივად ყველაფერია. მეორე, მათთვის ვინც არ იცის, მსოფლიოს დღევანდელი მოსახლეობის გამოკვებას, რომელიც ბევრად აღემატება 50 ან 100 წლის წინანდელს, დასჭირდა ეგრეთ წოდებული მწვანე რევოლუცია. ეს იყო გარღვევა სასუქების გამოყენებაში, რომლებიც კრიტიკულად საჭირო ელემენტს აზოტს შეიცავს. ნიადაგში მისი დამატებით თქვენ შეგიძლიათ დრამატულად გაზარდოთ ბოსტნეულისა თუ მარცვლეულის მოსავალი ყოველი აკრი მიწიდან. სწორედ ეს გაძლევთ საშუალებას გამოკვებოთ პირუტყვი ხორცისთვის და გამოკვებოთ ადამიანები ბოსტნეულით, ბრინჯით, მაკარონითა თუ პურით, რომლებზეც ვართ დამოკიდებულნი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს კვების სისტემა დამოკიდებულია აზოტოვანი სასუქების მასიურ რაოდენობაზე. ამ სასუქების უმეტესობა კი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიიღება. ანუ მიწიდან ამოღებული ნავთობი ქიმიურად მუშავდება სასუქის მისაღებად. სწორედ ეს ხდება ახლო აღმოსავლეთში, სადაც ნავთობი უხვადაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ წარმოებული სასუქი ტრანსპორტირებას საჭიროებს. სასუქი ძალიან მოცულობითი ტვირთია და ის მთელ მსოფლიოში გიგანტური ტანკერებით იგზავნება. მათ კი ჰორმუზის სრუტი უნდა გაიარონ. ზუსტად ისევე, როგორც ჰელიუმით დატვირთულმა გემებმა. თუ სრუტი ჩაიკეტება, ვერც ჰელიუმი და ვერც სასუქი ვეღარ გააღწევს. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში თესვა სწორედ ახლა, მარტში, აპრილში და მაისში ხდება. თუ მათ სასუქი არ ექნებათ, საკვების, განსაკუთრებით კი მარცვლეულის მიწოდება მკვეთრად შემცირდება. თუმცა ეს შეეხება ყველანაირ საკვებს. თუ სასუქის დეფიციტი შექმნება და ის უკვე შექმნილია, მაშინ სასუქის მწარმოებლები და გამყიდველები ფასს გაზრდიან. მათ ეს არ უნდა გააკეთონ, ეს არამორალურია, მაგრამ კაპიტალისტური სისტემა სწორედ ასე მუშაობს. Where oil is so plentiful. And that has meant that the fertilizer produced როდესაც ტრამპმა და ისრაელმა ირანს დაარტყეს, მათ მხოლოდ სამხედრო ბაზებს კი არ მიაყენეს დარტყმა, არამედ სოფლიოს პურის კალათის გასაღები გადატეხეს. ირანმა საპასუხოდ სრუტე ჩაკეტა და კაპიტალისტურმა ბაზარმა მყისიერად აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. კაპიტალიზმის ლოგიკით დეფიციტი ტრაგედია კი არა, ოქროს ხანაა მოგებისთვის. სანამ ინდოელი თუ აფრიკელი ფერმერი მოსავალს კარგავს და გაურკვევლობის წინა შედგას, სასუქების მწარმოებელი გიგანტური კორპორაციები ფასებს ორმაგად და სამაგად ზრდიან. მათი რიტორიკა უკიდურესად ცინიკურია. ისინი ამბობენ, რომ ეს ბაზრის უხილავი ხელის ბრალია და რადგან საქონელი ცოტაა, ფასიც იზრდება. სინამდვილეში კი ისინი ომს იყენებენ როგორც საუკეთესო საბაბს, რათა კაცობრიობის შიმშილისა და სასოწარკვეთის ხარჯზე მაქსიმალური მოგება ნახონ. ეს არის სისტემა, რომელიც სარგებლობს ადამიანის ფუნდამენტური საჭიროების გადარჩენის შანტაჟით იღებს. ამ კატასტროფას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ გლობალური სამხრეთის ქვეყნები დღეს კატასტროფულად მზარდ ვალებში არიან ჩაფლული. კაპიტალისტურმა ფინანსურმა სისტემამ ისეთი რეალობა შექმნა, სადაც განვითარებადი სახელმწიფოები იმაზე მეც იხდიან ვალის პროცენტებში, ვიდრე საკუთარი ხალხის ჯანდაცვასა და განათლებაში. წარმოიდგინეთ აბსურდი. როდესაც ტრამპის ომის გამო პურის და სასუქის ფასი კატასტროფულად იზრდება, ამ ქვეყნებს უბრალოდ აღარ აქვთ ფინანსური რესურსი, რომ ეს დარტყმა შეარბიონ. ისინი იძულებულნი არიან არჩევანი გააკეთონ ვალის გადახდასა და საკუთარი მოსახლეობის გამოყვებას შორის. ეს აღარ არის მხოლოდ საბაზრო კონიუნქტურა. ეს არის ფინანსური მარყუჟი, რომელიც ომის დროს ნამდვილ სასიკვდილო იარაღად იქცევა.
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ყურეზე ფიქრი, როგორც მხოლოდ ნავთობისა და გაზის მომწოდებელზე და სერიოზულად დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ ჩაიგდეს მათ ხელში წარმოების მთელი ჯაჭვი, მაგალითად სასუქების სახით. დღეს მსოფლიოს ბაზისური სასუქების თითქმის მესამედი სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადის. ისეთ ქიმიურ ნივთიერებებში, როგორიცაა შარდოვანა და ამიაკი, ყურის მონარქიები მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები არიან. შესაბამისად, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ უბრალოდ ყელში წაუჭირა ამ უმნიშვნელოვანესი ნედლეულის გლობალურ მიწოდებას. აუცილებელია გვესმოდეს, რომ ეს მოახლოებული სასურსათო კრიზისი რამდენიმე კატასტროფის გადაკვეთის წერტილია. ჩვენ არამხოლოდ საკვებსა და საწვავზე ფასების ზრდას ვხედავთ, არამედ იმასაც, თუ როგორ ემთხვევა ეს ყველაფერი კლიმატურ და ვალების კრიზისს მთელ გლობალურ სამხრეთში. ეს არის თუ გნებავთ სრულყოფილი შტორმი, საკვების, საწვავის, კლიმატისა და ვალების კრიზისი, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. გარდა ამისა, ინგრევა გლობალური ლოგისტიკის ის მოდელი, რომელზეც ათწლეულების განმავლობაში იდგა მსოფლიო ვაჭრობა. დუბაის პორტი, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰაბია, დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია. საგულისხმოა, რომ ჩინეთის ექსპორტის თითქმის 60%, რომელიც ევროპასა და აფრიკაში მიემართებოდა, სწორედ ამ არხზე გადიოდა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით ჩინეთი ხედავს, როგორ პარალიზდება მისი სავაჭრო გზები, რაც კიდევ უფრო აძვირებს ნებისმიერ პროდუქტს, რომელიც დახზე ხვდება. კაპიტალიზმმა შექმნა ზეეფექტური, მაგრამ უკიდურესად მყიფე სისტემა, სადაც ერთი გეოპოლიტიკური ავანტურა საკმარისია, რომ მსოფლიოს მეორე ბოლოში საკვების მიწოდების ჯაჭვი ბანკოს სახლივით ჩამოიშალოს. ციფრები იმაზე შემზარავია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სრუტის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ 45 მილიონზე მეტი ადამიანი პირდაპირ შიმშილისა და სიკვდილის ზღვარზე აღმოჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ის ქვეყნები არიან, რომელთა სოფლის მეურნეობა მთლიანად იმპორტულ სასუქსია დამოკიდებული. მაგალითად, ინდოეთი თავისი ამიაკის მარაგის 75%-ს სწორედ სპარსეთის ყურიდან იღებს. სუდანისთვის, რომელიც ისედაც სამოქალაქო ომისა და მასობრივი შიმშილის ეპიცენტრია, ეს სასუქები გადარჩენის ბოლო იმედი იყო. ახლა, როცა ჰუმანიტარული დახმარების გზებით ჩაიკეტა, ეგვიპტეში, კენიასა და სომალიში პურის ფასი აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი. ეს გახდა პოლიტიკური გადარჩენის მთავარი პირობა. როდესაც ადამიანს პური აღარ აქვს, ის ქუჩაში გამოდის. შესაბამისად, ტრამპის ომმა არამხოლოდ ირანი, არამედ ნახევარი მსოფლიო სამოქალაქო აფეთქებისა და ტოტალური ქაოსის წინაშე დააყენა. კაპიტალიზმმა საკვები ისეთი იარაღად აქცია, რომელიც ყველაზე მწარედ მათ ხვდებათ, ვისაც ამომთან საერთო არაფერი აქვს. წინა კვირას ჩვენ საუბრობდით ისრაელსა და ლიბანს შორის გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტაზე. ტრამპმა ეს დიპლომატიურ გამარჯვებად მოკინა, მაგრამ მოდით ვნახოთ, როგორი ცეცხლის შეწყვეტაა ეს სინამდვილეში. ბენიამინ ნეთანიაჰუ ცინიკურად ამბობს: ისინი, ვინც ბედავენ და ჩვენს ჯარისკაცებს სამხედრო დანაშაულებში ადანაშაულებენ, არიან თვალთმაქცობითა და სიცრუით სავსე ადამიანები, რომელთაც მორანის ნატამალიც კი არ გააჩნიათ. ისრაელის თავდაცვის არმია ყველაზე მორალური არმიაა მსოფლიოში. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. სოფლები ნანგრევებად იქცა, ასობით ათასი ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულია. ისრაელმა საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრის სიღრმის ზოლი შექმნა, ეგრეთ წოდებული ყვითელი ზონა, სადაც ლიბანელებს საკუთარ სახლებში დაბრუნება კატეგორიულად ეკრძალება. ეს ნამდვილი კატასტროფაა. თუ 2024 წლის ომის დროს სამხრეთში მხოლოდ 5 წერტილი, 5 სოფელი იყო ოკუპირებული, ახლა საუბარია 555 სოფელზე, სადაც ისრაელელი ჯარისკაცები დგანან. ბეირუთში, ქვეყნის ჩრდილოეთით თუ სამხრეთში, ყველა სულმოთქმით ელოდება ამ ოლაპარაკებებს, რომ გაიგონ რა იქნება შედეგი. ხალხს საკუთარ სახლებში დაბრუნება სწურია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გარშემოც ნავაფ სალამი ლობირებას ცდილობს. ჩვენ მივდივართ ამ მოლაპარაკებებზე, მაგრამ გვაქვს კონკრეტული პირობები, რომელთა შესრულებასაც ვითხოვთ. პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტა, მეორე, დაკავებულების დაბრუნება, მესამე, დევნილების დაბრუნება და დანგრეულის აღდგენა და ბოლოს ორივე სახელმწიფოს მხრიდან 1701 რეზოლუციის სრული პატივისცემა. მაგრამ ყველაზე საზარელი ისაა, რაც ამ დაცარიელებულ სახლებში ხდება. სანამ ლიბანელები საკუთარი სახლებიდან გამოყრილები არიან, ისრაელის გაზეთი ჰაარეცის რეპორტაჟი აჩვენებს, რომ ჯარისკაცები მათ უბრალოდ ძარცვავენ. მოტოციკლები, ტელევიზორები, ავეჯი, ყველაფერი ღიად გააქვთ სამხედრო მანქანებით. მეთაურებმა ყველაფერი იციან, მაგრამ სდუმან. აქ დისციპლინა ჩაანაცვლა ცინიკურმა გარიგებამ.
ჩვენ მოგცემთ მაროდიორობის უფლებას, ოღონდ თქვენ ომში დარჩით. ეს აღარ არის არმია, ეს არის მორალურ თავისუფალ ვარდნაში მყოფი ოკუპაცია. სიმართლის წინააღმდეგ ომი კი კიდევ უფრო დაუნდობელია. ამ კვირაში სამხრეთ ლიბანში მოკლეს ცნობილი ჟურნალისტი ამალ ხალილი, ალ-ახბარის კორესპონდენტი, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ეს არ ყოფილა შემთხვევითი გასროლა. ეს იყო მიზანმიმართული ორმაგი დარტყმა. დრონმა ჯერ მათ მახლობლად მყოფ მანქანას დაარტყა, ხოლო როცა ამალმა შენობას შეაფარა თავი, ისრაელმა სწორედ ის ნაგებობა ააფეთქა. რაც ამ შემთხვევას განსაკუთრებულს ხდის, არის დოკუმენტური კვალი. ამალს მანამდეც ემუქრებოდნენ სიკვდილით ისრაელის ნომრიდან. წერდნენ, რომ თავს მოაცლიდნენ მხრებიდან თუ რეპორტაჟებს არ შეწყვეტდა. ის მოკლეს იმიტომ, რომ იყო მოწმე. ისრაელს კი სამხრეთ ლიბანში მოწმეები არ სჭირდება. 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ისრაელმა იმაზე მეტი ჟურნალისტი მოკლა, ვიდრე ორივე მსოფლიო ომში, ვიეტნამსა და ერაყში ერთად აღებული. ამალი ამ სფეროში 20 წელი მუშაობდა, 2006 წლის ომიდან მოყოლებული. მას ყველა იცნობდა და ყველას ძალიან უყვარდა. ჩვენ მას სამხრეთის დედოფალს ვეძახდით. ის ხალხს ეკუთვნოდა. ის, რასაც ის აკეთებდა, სრულიად უნიკალური იყო. ის ხალხის, განსაკუთრებით კი სამხრეთ ლიბანელების ხმას აჟღერებდა. ის დადიოდა სოფლიდან სოფელში, ესაუბრებოდა მათ და ისინიც უყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს იმ სისასტიკეზე, რასაც 10 წლეულების განმავლობაში ისრაელელებისგან იტანდნენ. ის ძალიან მძლავრი ხმა იყო. ამალი გამოცდილი ჟურნალისტი იყო, როდესაც გავიგეთ, რომ ის ისრაელის საჰაერო დარტყმებში მოყვა და ნანგრევებში მოყვა მოყოლილი, ყველანი სულ მოთხმით ველოდებოდით, რა მოხდებოდა. როგორც უკვე ვიცით, ისრაელმა დაბლოკა სამაშველო სამუშაოები. ისინი თავს დაესხნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, სამოქალაქო თავდაცვის მუშაკებსა და ლიბანის არმიასაც კი, რათა ხელი შეეშალათ ცხედრის გამოტანისთვის. თავად ამალს წლების განმავლობაში ისრაელელებისგან არაერთი სერიოზული მუქარა ჰქონდა მიღებული. ემუქრებოდნენ თავის მოყვეთით და აფრთხილებდნენ, რომ სამხრეთს მორიდებოდა. ის ფაქტი, რომ ამალი და სხვა ჟურნალისტები უარს ამბობენ სამხრეთ ლიბანის დატოვებაზე, მათი სიმტკიცეს დასტურია. ისრაელი სწორედ ამას ცდილობს, ხელი შეუშალოს სიმართლის მიტანა ფართო აუდიტორიამდე, რათა მსოფლიომ არ დაინახოს ის სამხედრო დანაშაულები, რომლებიც იქ ყოველდღიურად ხდება. ლოგიკა მარტივია. ისრაელი არ ატარებს უსაფრთხოების ოპერაციას, ის ახდენს ტერიტორიის დემოგრაფიულ ტრანსფორმაციას. სოფლების დაცლა, სახლების ნგრევა, მოროდიორობა ემსახურება ერთ მიზანს: ხალხის უკან დაბრუნების მატერიალური პირობების განადგურებას. როდესაც სახლს გინგრევენ და მერე გძარცვავენ, შენ დაბრუნების მიზეზს გართმევენ. ეს ყველაფერი ხდება ცეცხლის შეწყვეტის პირობებში, რომელსაც თვითონ ტრამპი კურირებს. სამხრეთ ლიბანის ნანგრევებში ჩვენ თვალს ვადევნებთ, როგორ იძარცვება სიმართლე და ადამიანის უფლებები, ისევე ღიად, როგორც ლიბანელების პირადი ნივთები. ახლა კი მოგიყვებით იმაზე, რისი მსგავსიც ნანახი არ გექნებათ. მეცაც გეტყვით, ალბათ წარმოდგენილიც კი არ გექნებათ, რომ 2026 წელს მსოფლიოს თვალწინ შიმშილი და გადარჩენის ინსტინქტი შესაძლებელია სადისტურ ატრაქციონად იქცეს. ჩვენ მიჩვეულები ვართ ომის მშრალ კადრებს, მაგრამ ის, რაც ღაზაში ხდება, ყოველგვარ სამხედრო ლოგიკას ცილდება. ეს არ არის ბრძოლა ტერიტორიისთვის, ეს არის ტოტალური ექსპერიმენტი ადამიანის წაშლაზე. წარმოიდგინეთ სურათი, რომელსაც ბრიტანეთის არმიის ყოფილი სპეცრაზმელი დეივ მაკინტოში აღწერს. ადამიანი, რომელმაც გამოიარა ავღანეთი, ერაყი და ლიბია, მაგრამ ღაზაში ნანახმა სრულიად შეძრა. ის მუშაობდა საით 4-ზე, ღაზას ჩრდილოეთით, სადაც სასოწარკვეთილი 2 წლის განმავლობაში ნაშიმშილარი ათასობით ადამიანი ყოველ დილით იკრიბებოდა. ისინი ელოდნენ ერთადერთ რამეს, საკვებს. სწორედ აქ იწყება ის ჯოჯოხეთი, რის გამოც მაკინტოშმა ამ პროცესს კალმარის თამაშები უწოდა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამერიკულ შენაერთებთან ერთად ადგენენ სადისტურ წესებს. როდესაც ჰუმანიტარული დახმარების მანქანები მზად არიან რადიოში ისმის ბრძანება, მწვანე შუქი. ეს არის სტარტი შიმშილით დაუძლურებული ხალხისთვის. მათ აქვს ზუსტად 1 საათი, რომ ნანგრევებიდან გამოვიდნენ, მიირბინონ საკვებამდე და უკან გაიქცნენ. მაგრამ ეს მწვანე შუქი სინამდვილეში ნადირობის სეზონის გახსნას ნიშნავს. მაკინტოში ყვება, როგორ ისხდნენ საოკუპაციო ძალები ეკლიანი მავთულის მიღმა, შეუზღუდავი საბრძოლო მასალით და უბრალოდ ერთობოდნენ. ისინი უბრალოდ გართობისთვის ესროდნენ ადამიანებს სნაიპერული თოფებიდან და ტყვიავთქვევებიდან. ეს იყო მათი გასეირნების დღე, ნამდვილი ნადირობა ცოცხალ სამიზნეებზე. მე არასდროს მინახავს მსგავსი რამ. ხალხს ხოცავდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ შიოდათ, ამბობს მაკინტოში. იქ მწვანე და წითელი შუქებია. სწორედ ამიტომ ადარებენ ამას კალმარის თამაშს. ეს ავადმყოფობაა.
მართლაც ავადმყოფურია ის, თუ როგორ აწყობენ ამ ყველაფერს. უამრავ საომარ ზონაში ვყოფილ ვარ, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არაფერი მინახავს. ეს სიგიჟეა. ეს არის პირდაპირი სამხედრო დანაშაული. ეს არის პირდაპირი მკვლელობა. აქტიურ საომარ ზონებში მიმუშავია, მაგრამ არსად გამიგია იმდენი სროლა და ჩამოგდებული ჭურვების ხმა, რამდენიც იქ. ეს პროცესი არ წყდება. წარმოიდგინეთ, ვამზადებთ ჰუმანიტარულ დახმარებას. ყველაფერს ვაწყობთ და როცა მზად ვართ, ინთება მწვანე შუქი. ხალხი კი არ მოდის, ისინი მორბიან, მთელი ძალით მორბიან. მათ იციან, რომ მხოლოდ 1 საათი აქვთ. ამიტომ არავინ ყომდება. მიდიხარ, იღებ დახმარებას და გარბი ხარ. იქ გაჩერების დრო არ არის. გაქვს მწვანე შუქი და გაქვს წითელი შუქი. ეს არის კალმარის თამაშის ცოცხალი რეალობა. მათ შექმნეს ეს სისტემა დროის ლიმიტებითა და ამ შუქნიშნებით. ეს ამაზრზენია. როგორ მუშაობს ეს? თუ ვინმე ნაბიჯს გადადგამს ეგრეთ წოდებულ უსაფრთხო ზონის მიღმა, სადაც ხალხი დარბის, ისინი ცეცხლს ხსნიან. ხანდახან თავზე ზევით ისვრიან, ხანდახან ფეხებში. სწორედ ასე ხდება სიკვდილიანობის უმრავლესი შემთხვევა. მათ მუზარედებზე ამერიკული დროშებია. ესენი ამერიკული შენაერთები არიან. ვიდეოდანაც ჩანს, რომ იქ შიდა ომი დაიწყება, რადგან საკვები იმ ხალხის მეხუთედსაც არ ყოფნის. დახმარება ყოველდღიურად უნდა გაიცეს. ჩვენ გვაქვს ამისი რესურსი და ლოგისტიკა. მზად ვართ, მაგრამ ისინი გვაჩერებენ. სწორედ ეს იწვევს მასობრივ ჭყლოტას. გვაჩერებენ და გვეუბნებიან. დღეს ვერ გასცემთ. რატომ? მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ ასე გვეთამაშებიან. მაგრამ რაც მთავარია, ისინი ეთამაშებიან და ამცირებენ პალესტინელ ხალხს. ეს ხალხი ავადმყოფია. სნაიპერმა მას 7.62 კალიბრის ტყვია პირდაპირ მხარში ესროლა. ასეთი დარტყმა ბავშვის სხეულს უბრალოდ ანგრევს. ბიჭმა მოახერხა ადგომა, გაიქცა ხიდამდე და იქ ჩაიკეცა. ის 30 წუთი ბავშვი დახმარების წერტილიდან სულ რაღაც 20 მეტრში იდგა და უბრალოდ ერთობოდა. სნაიპერმა მას 7.62 კალიბრის ტყვია პირდაპირ მხარში ესროლა. ასეთი დარტყმა ბავშვის სხეულს უბრალოდ ანგრევს. ბიჭმა მოახერხა ადგომა, გაიქცა ხიდამდე და იქ ჩაიკეცა. ის 30 წუთის განმავლობაში სისხლისგან იცვლებოდა დახმარების მოლოდინში. მაკინტოშმა ეს მკვლელობა თავის უფროსობას მოახსენა, მაგრამ პასუხად უმილი მიიღო. არანაირი გამოძიება, რადგან ამ სისტემაში სიმართლე ყველაზე საშიში იარაღია. სანამ ადამიანებს ხოცავენ, გაეროსა და ევროკავშირის ანგარიშით ღაზას აღსადგენად უკვე 71 მილიარდი დოლარია საჭირო. ეს ციფრი მხოლოდ მშრალი სტატისტიკა არ არის, ეს არის გენოციდის ფასი. 60 მილიონი ტონა ნანგრევები, რომელთა გატანას 15 წელი დასჭირდება. ეს ნანგრევები კი სავსეა ტოქსიკური ქიმიკატებით, აუფეთქებელი ბომბებით და ათასობით პალესტინელის გვამით, რომლებიც ჯერაც არ უპოვნიათ. ალ-ჯაზირას მასალებიდან ჩანს, რომ ღაზაში ცხოვრება აღარ არსებობს. იქ წყალი მხოლოდ რამდენიმე საათით აქვთ. საწვავი და ელექტროენერგია იშვიათი ფუფუნება. საავადმყოფოებში მხოლოდ კიბოგამაყუჩებლები დარჩათ. ეს არის მიზანმიმართული ტერორი და ბარბაროსობა. ადამიანური განვითარების სრული განადგურება. ვჭამთ და თან ვიგერიებთ. აი ნახეთ, ვირთხების სიბინძურე. ნახეთ, როგორ გამოჭამეს ყველაფერი. ჩვენ აქ ყოველდღიურად ვაწყდებით ინფექციურ და კანის დაავადებებს, როგორიცაა მუნი, ვირუსული და ბაქტერიული ანთებები, რაც ბავშვების მდგომარეობას უკიდურესად აუარესებს. ამას დაუმატეთ ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სრული დეფიციტი. ვირთხებმა და თაგვებმა დაგღუპეს. ჩემს შვილებს სხეულზე ტბენენ. აი ამ ბიჭს ვირთხმა ცხვირზე უკბინა. მთელი ღამე არ მძინავს, რომ შვილებს უდარაჯო. ერთი თვალი ღია მაქვს, მეორე დახუჭული. ვირთხებმა კარავიც კი დამიღრიჭეს. კარავში ვცხოვრობ და ჩემი მდგომარეობა გაუსაძლისია. აღარ ვიცით რა ვქნათ. ყველაზე ცინიკური კი ისაა, თუ როგორ იყენებს ამას ტრამპის ადმინისტრაცია. მათი ეგრეთ წოდებული მშვიდობის საბჭო სინამდვილეში არა მშვიდობის, არამედ ისრაელის ინტერესების გამტარია. ისინი ეგრეთ წოდებული დახმარების მიწოდებას აპირებენ პალესტინელების სრული განიარაღებით. ექსპერტები, როგორიცაა სულთან ბარაქატი, პირდაპირ ამბობს, ეს საბჭო საერთაშორისო სამართალს სრულად უგულებელყოფს. მათ არ აინტერესებთ ადამიანების დაბრუნება, მათ აინტერესებთ ღაზას სანაპირო ზოლი, სადაც ნანგრევებისგან ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას და იქ ძვირადღირებული სასტუმროების აშენებას გეგმავენ. ეს არის კაპიტალისტური პოსტ-აპოკალიფსი. ჯერ ანადგურებ ცივილიზაციას, მერე კი მის ნანგრევებზე მოგებას აშენებ. ღაზა დღეს არის პოლიგონი, სადაც კაცობრიობამ ყველანაირი მორალური კომპასი დაკარგა, სადაც 12 წლის ბავშვები სნაიპერის სამიზნეები არიან, ხოლო ნანგრევები მომავალი ინვესტორების საკუთრებაა.
სანამ დღევანდელ მიმოხილვას დავასრულებდე, უნდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომელმაც ამ კვირაში ყოველგვარი ეჭვი გაფანტა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ჩვენი რეალობა არც თუ ისე შორეულ მომავალში. პალანტირმა, ამერიკულმა მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის გიგანტმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკურ მანიფესტად შეიძლება შეფასდეს. 1000-ზე მეტი სიტყვა, 22 პუნქტი, დაწერილი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ალექს კარპის სახელით. შენ სულელურ ფრაზებს იმეორებ და პალესტინელების მკვლელობით მდიდრდები. შენი AI და ტექნოლოგიები აქ ხოცავს პალესტინელებს. ჩემი ოჯახი პალესტინაშია. საერთოდ როგორი ადამიანი ხარ? ღამით როგორ გძინავს? გინდა ჩემი პასუხი მოისმინო? მოკლედ, ფიქრობ პალესტინელების სიკვდილის მთავარი მიზეზი, გინდა პასუხი მოისმინო თუ უმიზეზოდ ყვირილი გირჩევნია. აშკარად არ გინდა პასუხის მოსმენა. პალესტინაში სიკვდილიანობის მთავარი წყარო ისაა, რომ ჰამასმა აღმოაჩინა, არსებობს მილიონობით სასარგებლო იდიოტი. ისევ მაგმიზეს სიყენებ. შენ არ გაქვს ლაპარაკის უფლება, რადგან ჩემს ხალხს ხოცავ და ამას სხვებზე გადაბრალებით ამართლებ. შენი AI და ფალანტირის ტექნოლოგიები პალესტინელებს ხოცავს. ძირითადად ტერორისტებს. ეს სიმართლეა. მას ჯერა რომ მე ბოროტება ვარ. მე კი ვფიქრობ, რომ ის არის ბოროტი ძალის, ჰამასის უნებლიე პროდუქტი. ის გაუცნობიერებლად მათი სტრატეგიის ნაწილია. ჩემი წიგნიდან თუ ფალანთირისგან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც შეგიძლიათ ისწავლოთ ესაა, არასოდეს გახდეთ ისეთი იდეოლოგიის პროდუქტი, რომელიც ერთი შეხედვით გონივრულად ჟღერს. ეს არის კაცი, რომელიც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს ფრანკფურტში დაეუფლა. ზუსტად იმ ქალაქში, სადაც მე-20 საუკუნის კრიტიკული თეორიის ავტორები, ფილოსოფოსები თეოდორ ადორნო, მაქს ჰორხაიმერი და ჰერბერტ მარკუზე თავიანთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომებს ქმნიდნენ. ამ ამბავს მოგვიანებით დაუბრუნდებით, რადგან ის სულაც არ არის მცირე დეტალი. რა არის პალანტირი და რატომ უნდა გადარდებდეთ ეს თქვენ? პალანტირი აგებს მონაცემთა ინფრასტრუქტურას და ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ამუშავებს ინფორმაციის კოლოსალურ რაოდენობას და მას ელვისებური სისწრაფის გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებს. ერთ დონეზე ის მართავს მიწოდების ჯაჭვებს, საავადმყოფოების მორიგეობის განრიგს თუ ლოგისტიკურ ქსელებს, თუმცა მეორე დონეზე და სწორედ ეს დონეა გადამწყვეტი, ის ქმნის სამიზნეების შერჩევის სისტემებს სამხედროებისთვის. არსებობს მტკიცებულებები, რომ მისი პროგრამული უზრუნველყოფა უდევს საფუძვლად ისრაელის ლავენდერის და გოსპელის ხელოვნური ინტელექტის პროგრამებს. ეს არის სისტემები, რომლებმაც 10,000-ობით პალესტინელი მონიშნეს დრონებით, ბომბებითა და რაკეტებით გასანადგურებლად. სწორედ ამან მისცა ისრაელის არმიას საშუალება წელიწადში 50 სამიზნიდან დღეში 100 სამიზნამდე ასულიყო. პალანტირი უარყოფს, რომ მისი პროგრამა კონკრეტულად ამ ორ სისტემას მართავს, თუმცა ის არ უარყოფს და თავად აღმასრულებელი დირექტორი საჯაროდაც კი ტრაბახობს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში მათ პროდუქცია მოთხოვნა ისე გაიზარდა, როგორც არასდროს. კომპანია საკუთარი სიტყვებით ამბობს, რომ ამაყობს ისრაელის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მისიების მხარდაჭერით სხვადასხვა კონტექსტში. ამერიკის შეერთებულ შტატებში პალანტირმა შექმნა ინსტრუმენტები საიმიგრაციო სამსახურისთვის. მათ შორის სისტემები, რომლებიც ადამიანების სამედიცინო მონაცემებს იყენებს იმის დასადგენად, თუ საცხოვრობენ არალეგალი მიგრანტები, რათა რეიდები უფრო ეფექტური გახდეს. ხოლო ირანში პალანტირის სისტემა მეიუენი CIA-ის მიერ მხარდაჭერილი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკული და ისრაელის დარტყმების დროს. ამ დარტყმების პირველსავე დღეს ერთ-ერთი სამიზნე, რომელსაც რაკეტა მოხვდა, სკოლა აღმოჩნდა. დილის გაკვეთილების დროს 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა 13 წლამდე გოგონები იყვნენ. როდესაც BBC-მ პალანტირის ბრიტანული ფრთის ხელმძღვანელს ლუი მოსლის კითხა, თუ ვინ აგებს პასუხს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სამიზნედ სკოლას შეარჩევს, მისი პასუხი მარტივი იყო: სამხედროები და არა ჩვენ, არასდროს ჩვენ. მანქანა მხოლოდ რეკომენდაციას იძლევა, ადამიანი კი თითს აჭერს. ნიუ-იორკერის თანახმად სულ რაღაც 4 კლიკია საჭირო საათში 80 სამიზნის გასანადგურებლად. ასეთ სიჩქარეზე არანაირი ადამიანური ზედამხედველობა აღარ არსებობს. არ არსებობს ეთიკური პაუზა, არსებობს მხოლოდ ალგორითმი და 4 კლიკი. ეს არის კომპანია, რომელიც დღეს მართავს ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის უმსხვილეს კონტრაქტებს და წვდომა აქვს მილიონობით ბრიტანელის სამედიცინო მონაცემზე. რა კავშირია ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას ისრაელს, ჯეფრი ეპშტეინსა და ბეჭდების მბრძანებელს შორის? პასუხია სათვალთვალო ტექნოლოგიების ფირმა პალანტირი.
მოდით აგიხსნით, ამ ამერიკულ კომპანიას სახელი J.R.R. Tolkien-ის ეპიკური ფენტეზის იმ ბროლის სფეროების პატივსაცემად დაარქვეს, რომელთა საშუალებითაც ბოროტი მბრძანებელი საურონი ნებისმიერ მანძილზე და ნებისმიერი მიმართულებით ხედავდა ყველაფერს. როგორც გაირკვა, ეს სახელი ზედმიწევნით ზუსტია. პალანტირი, რომლის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ანტიდემოკრატი ტექნომილიარდერი პიტერ თილია, თავის პროგრამულ პლატფორმებს მთელი მსოფლიოს მთავრობებზე ყიდის. მათი მთავარი პროდუქტებია Gotham და Foundry. ისინი აგროვებენ უზარმაზარი მოცულობის სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას და ქმნიან გიგანტულ მონაცემთა ბაზებს. შემდეგ ამ ბაზებს ანალიზისთვის, დაზვერვისა და კონტროლისთვის იყენებენ ისეთი სტრუქტურები, როგორებიცაა ისრაელის თავდაცვის არმია IDF-ი, CIA, FBI, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და საიმიგრაციო სამსახური IC. პალანტირმა IC-ისთვის შექმნა სპეციალური ინსტრუმენტი ელიტი, რომელიც რუკაზე ავტომატურად ნიშნავს დეპორტაციის პოტენციურ სამიზნეებს, რათა აგენტებმა აირჩიონ, რომელ უბანში მოაწყონ რეიდი. გასაკვირი არ არის, რომ პალანტირის AI ინსტრუმენტები ომის ინდუსტრიის ფავორიტია. ისინი მსახრეობებს აძლევენ საშუალებას შეადგინონ ავტომატური სიკვდილის სიები, რასაც ისრაელის არმია ფართოდ იყენებს ღაზაში გენოციდის დროს. თუმცა პალანტირი მხოლოდ აშშ-სა და ისრაელში არ მუშაობს. 660 მილიონი ფუნტის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტების წყალობით ის ბრიტანული სახელმწიფოს გულშით შეიჭრა. ეს ნიშნავს, რომ პალანტირის ბინძული თითის ანაბლები ყველგანაა. ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაში, თქვენ სამედიცინო მონაცემებზე წდომით, პოლიციაში, მსხედრო სექტორში და ბირთვულ შეიარაღებაშიც კი. მაჯი ყველაზე მსხვილი ბრიტანული კონტრაქტი 240 მილიონი ფუნტის მას შემდეგ გაფორმდა, რაც კირ სტარმერი ვაშინგტონში კომპანიის სათაო ოფისში საიდუმლო შეხვედრას ადესტრო პიტერ მანდელსონთან ერთად. დიახ, იმ მანდელსონთან, რომელიც დაპატიმრებული იყო ბრალდებით, რომ ბაზრის კონფიდენციალური ინფორმაციას ჯეფრი ეპშტეინს მსოფლიოში ყველაზე ცნებულ პედოფილს უზიარებდა. მაგრამ პალანტირის კავშირები ეპშტეინთან კიდევ უფრო ღრმაა. პიტერ თილსა და ეპშტეინს ახლო ბიზნეს ურთიერთობა ჰქონდათ ეპშტეინის პირველი დაპატიმრების შემდეგაც. გაჟანული ჩანაწერები აჩვენებს, რომ ეპშტეინი პირადად უწევდა რეკომენდაციას პალანტირს ისრაელში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაკის მეშვეობით. არ არსებობს არანაირი ჩანაწერი იმისა, თუ რა განიხილა სტარმერმა პალანტირის ოფისში გასულ თებერვალს. ეს ვიზიტი მის ინტერესთა რეესტრშიც კი არ ფიქსირდება. საინტერესოა, რაზე ისაუბრეს? ახლა კი გადავიდეთ ამ კვირის მანიფესტზე, პალანტირის 22 პუნქტიან დოკუმენტზე, რომელიც შემდეგს ამტკიცებს. სილიკონის ველი მორალურ ვალში ამერიკის წინაშე და ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის თავდაცვაში. ხელოვნური ინტელექტის იარაღი უნდა აშენდეს, რადგან თუ დასავლეთი არ ააშენებს, ამას მტერი გააკეთებს. ამერიკულმა ძალამ გახადა შესაძლებელი არაჩვეულებრივად ხანგრძლივი მშვიდობა. სამხედრო სამსახური უნდა გახდეს საყოველთაო ვალდებულება. კონსკრიფცია სავალდებულო გაწევა სერიოზულად უნდა იქნას განხილული. ატომური ეპოქა სრულდება, იწყება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული შეკავების ახალი ერა და შესაძლოა ყველაზე მრავლისმეტყველი პუნქტი. ზოგიერთმა კულტურამ შექმნა სასიცოცხლო წინსვლა, სხვები კი რჩებიან დისფუნქციურებად და რეგრესულებად. ჩვენ უნდა გაუძლოთ ცარიელი და ფუჭი პლურალიზმის ზედაპირულ ცდუნებას. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს ბოლო წინადადება. ზოგიერთი კულტურა სასიცოცხლოა, სხვები რეგრესული. პლურალიზმი კი ფუჭია. ამას წერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომლის პროგრამაც წყვეტს ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ მოკვდეს. ის გეუბნებათ, რომ ყველა ადამიანური კულტურა თანაბარი ღირებულების არ არის. ის არ აკონკრეტებს, რომელ კულტურებს გულისხმობს, არასდროს აკონკრეტებს. ეს ბუნდოვანება შემთხვევითი არ არის. ეს რიტორიკული სტრატეგია. მსმენელმა ცარიელი ადგილი თავად უნდა შეასრულოს საკუთარი წინასწარ განწყობებით. აქ კი დროა გავიხსენოთ მოაზროვნე, რომელსაც ეს დინამიკა არაჩვეულებრივი სიცხადით ესმოდა. ჰერბერტ მარკუზე მოაზროვნე ფრანკფურტის სკოლიდან, რომლის ინტელექტუალური სახლი სწორედ ის ქალაქი იყო, სადაც ალექს კარპი სწავლობდა, თავის 1964 წლის ნაშრომში ერთგანზომილებიანი ადამიანი აყენებს არგუმენტს, რომელიც თითქმის წინასწარმეტყველურად ერგება დღევანდელ მოვლენებს. ის ამბობდა, ტექნოლოგია თავისთავად არ არის პრობლემა. პრობლემაა ის მიზნები, რომლისკენაც ტექნოლოგიაა მიმართული, ხოლო ეს მიზნები არასდროს არის ნეიტრალური. ყოველი ტექნოლოგიური სისტემა თავის თავში მოიცავს ღირებულებათა ერთობლიობას, სამყაროს ხედვას და პრიორიტეტებს იმის შესახებ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა არა. კაპიტალიზმის პირობებში კი ეს ღირებულებები გამონაკლისის გარეშე ყოველთვის მმართველი კლასის ღირებულებებია. მარკუზეს უმთავრესი მიგნება ის იყო, რომ განვითარებული ინდუსტრიული საზოგადოება წარმოშობს განსაკუთრებულ იდეოლოგიას. იდეოლოგიას, რომელიც თავს ასაღებს როგორც წმინდად ტექნიკურს, წმინდად რაციონალურს და წმინდად ეფექტურს, რითაც ის პოლიტიკური კრიტიკის მიღმადგება. როდესაც პალანტირის დირექტორი ამბობს, რომ ადამიანების სიკვდილისთვის შერჩევა უბრალოდ წარმოების პროცესია, მიწოდების ჯაჭვის მართვა ზუსტად ისეთივენაირად, როგორც გაყინული ქათმის ნაგეცების ტრანსპორტირება, ის აკეთებს ზუსტად იმას, რასაც მარკუზე აღწერდა.
ხალხი მოიხედავს უკან და იტყვის: ეს იყო პირველი მასშტაბური საბრძოლო ოპერაცია, რომელიც მთლიანად ტექნოლოგიებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა მართა, გახადა უფრო ეფექტური და პროდუქტიული. პალანტირი, რა თქმა უნდა, ყიდის თავის ტექნოლოგიებს სამხედროებზე, მაგრამ ამავე დროს ის დაკავებულია ისეთი ბანალური საქმეებითაც, როგორიცაა მაგალითად გაყინული ქათმის მიწოდების ჯაჯვების მართვა ამერიკის უმსხვილესი სასაკლაოებისთვის. ყველაზე საზარელი კი ისაა, თუ როგორ საუბრობს ამაზე კომპანიის ხელმძღვანელობა. მათი ლოგიკით, ეს ორი პროცესი აბსოლუტურად იდენტურია. გაყინული ნაგეტსების გაგზავნა იქ, სადაც მათზე მოთხოვნაა, ზუსტად ისეთივე ლოგისტიკური ამოცანაა მათთვის, როგორც ადამიანების მიზანში ამოღება და მათი განადგურება. ორივე შემთხვევაში, ერთადერთი მიზანი ეფექტურობის გაზრდაა. ჩემი აზრით, ეს არის ორი რადიკალურად განსხვავებული საქმიანობის შესახებ საუბრის უკიდურესად ამორალური და გახრწნილი ფორმა. და აი რა არის მათი პროდუქტის სინამდვილეში, არაჩვეულებრივად ეფექტური მასობრივი მკვლელობა. პალანტირი პოლიტიკურ და მორალურ არჩევანს ბიუროკრატიული ეფექტურობის ენით რეცხავს. მას ადამიანების დახოცვის გადაწყვეტილება ლოგისტიკურ ამოცანამდე დაჰყავს. ამით ის ქმნის თავეჭილებას, რომ აქ სადავო არაფერია, ეს უბრალოდ სისტემა, ეს უბრალოდ პროცესია. ეს არის ის, რასაც მარკუზემ ტექნოლოგიური რაციონალურობა უწოდა. ტექნიკური ენის გამოყენება პოლიტიკური დებატების ჩასახშობად. თუ თქვენ სკოლის დაბომბვას საპროტესტებთ, გეტყვიან, რომ არ გესმით სამიზნეების შერჩევის პროცესი. თუ პალანტირის ჯანდაცვის სისტემაში შესვლას ეწინააღმდეგებით, გეუბნებიან, რომ თქვენი შეშფოთება მხოლოდ ემოციური და იდეოლოგიურია. ლუი მოსლიმ ზუსტად ეს უთხრა პარლამენტის წევრს კამერის წინ. თქვენი პროტესტი იდეოლოგიურიაო. თითქოს მისი პოზიცია არ იყოს იდეოლოგიური. მაგრამ მარკუზეს მიგნება უფრო ღრმა. ის ტექნოლოგიის წინააღმდეგ კი არ ილაშქრებდა, არამედ მისი მიზნების პრივატიზების წინააღმდეგ. ტექნოლოგიას მის ჩარჩოში მართლაც აქვს განმათავისუფლებელი პოტენციალი. მას შეუძლია შეამციროს ადამიანური შრომა, გააფართოვოს თავისუფლება, გადაჭრა შიმშილისა და დაავადებების პრობლემა. კაპიტალიზმის ტრაგედია კი ისაა, რომ ნაცვლად ადამიანების გათავისუფლებისა, ის ტექნოლოგიას მით უფრო ეფექტური ექსპლუატაციისა და კონტროლისთვის იყენებს. კამერა ტექსტილის მუშის თავზე, რომელიც იწერს მუშის მოძრაობებს, რათა გაწვრთნას მანქანა, რომელიც შემდეგ მასვე ჩაანაცვლებს. ეს არის მარკუზეს კოშმარი, რომელიც წელს ინდოეთის ქარხნებში რეალობად იქცა. ტექნოლოგიის დღევანდელმა განვითარებამ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ მდგომარეობამდე, რომლის წინაშეც 1984 არაფერი იქნება, მაგრამ ამავე დროს სრულიად საპირისპირო შედეგამდეც. მეცნიერებისა და ტექნოლოგიის თითქმის ყველა მიღწევა, რომელიც დღეს დესტრუქციულ მიზნებს ემსახურება, ჩემი ხედვით, შეიძლება გამოყენებულ იქნას ემანსიპაციისთვის, გათავისუფლებისთვის. მაგალითად, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ სოციალისტურ საზოგადოებაში კომპიუტერი გამოიყენება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ზუსტად დაადგინოს ქვეყნის რომელ რეგიონში რა საჭიროებები არ არის ჯერ კიდევ დაკმაყოფილებული და ამის მიხედვით განსაზღვროს პრიორიტეტები. მე ვიტყოდი, რომ ტექნოლოგიასა და მეცნიერებაში არსებობს სფერო, რომელიც ნეიტრალურია და სფერო, რომელიც არ არის და ვერც იქნება ნეიტრალური. ყველაზე მარტივი ილუსტრაცია ასეთია. ტექნოლოგია თავის დღევანდელ გამოყენებაში ნეიტრალური არ არის. დღეს ის, როგორც უკვე ვახსენე, დიდწილად დგას სისტემური განადგურების სამსახურში. გარემოს განადგურება, შეიარაღება, ახალი იარაღის გამოგონება. მაგრამ ეს ყველაფერი არ წარმოადგენს ტექნიკის ან მეცნიერების არსს. ამ გაგებით, მეცნიერებასა და ტექნიკას აქვთ ნეიტრალური ბირთვი, თუმცა ეს ბირთვი ვერ ავლენს თავის ძალას სწორედ იმიტომ, რომ ტექნიკა და ტექნოლოგია გაბატონებული სისტემის მხევლებად იქცნენ. და პალანტირი ამ ლოგიკის მწვერვალია. ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს წვდომა მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის ისტორიაზე, მინიმუმ 2 ქვეყნის სამხედრო სამიზნეების სისტემაზე, მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს საიმიგრაციო ინფრასტრუქტურაზე და ის მანიფესტით გეუბნებათ, რომ ეს მორალური ვალდებულებაა, რომ საინჟინრო ელიტა ვალდებულია ცივილიზაციის წინაშე, ააგოს ეს სისტემები, რომ სავალდებულო გაწვევა უნდა დაბრუნდეს, რათა ყველამ გაინაწილოს იმ ომების ფასი, რომელთა წარმოებასაც ეს სისტემები ბევრად უფრო გაადვილებს. მარკუზემ ამას რეპრესიული დესუბლიმაცია უწოდა. გზა, რომლითაც ფუნდამენტურად ავტორიტარული სისტემა თავს გვასაღებს როგორც თავისუფლება, როგორც რაციონალურობა, როგორც ერთადერთი გონივრული გზა. პალანტირი არ გთავაზობთ ტირანიას, ის გთავაზობთ ეფექტურობას, ის გთავაზობთ სამიზნეების უფრო პროდუქტიულ შერჩევას, ის გთავაზობთ უკეთ მართულ საავადმყოფოს, ის გთავაზობთ მანიფესტის სიტყვებით რომ ვთქვათ, დასასრულს იმ ფუჭი პლურალიზმისა, რომელიც თურმე ცივილიზაციას აფერხებდა.
თქვენგან მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო. შეწყვიტოთ უხერხული კითხვების დასმა ირანში დამომბილი სკოლის შესახებ. და ბოლოს, ალექს კარპმა ფრანკფურტში ისწავლა. ის ჩაეფლო იმ მოაზროვნეთა ტრადიციაში, რომლებმაც მთელი ცხოვრება იმის ამოცნობა შესწირეს თუ როგორ იბადება ფაშიზმი. როგორ შეუძლია მაღალგანვითარებულ, განათლებულ, ინდუსტრიულ საზოგადოებას ბარბაროსობისკენ მარშირება ისე, რომ საკუთარ თავს რაციონალურობაში არწმუნებდეს. ადორნომ და ჰორქაიმერმა განმანათლებლობის დიალექტიკა დაწერეს. შთაგონებულობმა ზუსტად იმისგან, რაც გერმანიამ შო, იმის გააზრებისგან თუ რა ხდება, როდესაც გონება მორალური მიზნისგან დაცლილი, თავის საპირისპიროდ იქცევა. კარპმა ეს ტრადიცია შეითვისა და მისგან სრულიად საპირისპირო დასკვნა გამოიტანა. ნაცვლად იმისა, რომ ეკითხა, როგორ აუცილოთ თავიდან ამ კატასტროფის განმეორება, მან როგორც ჩანს იკითხა, როგორ ავაგოთ ამ მანქანის უკეთესი ვერსია. ნაცვლად იმისა, რომ დაენახა მართველი კლასის საფრთხე, რომელიც თავს კრიტიკის მიღმა აყენებს, ტექნიკური ექსპერტიზის საბაბით მან შექმნა კომპანია, რომელიც ზუსტად ამას აკეთებს და დაწერა მანიფესტი მის დასაცავად. ასე რომ, როდესაც პალანტირი გეუბნებათ, რომ ის ამაყია, როდესაც აღასრულებს სამოქალაქო ვალს, რომ ატომური ეპოქა სრულდება და იწყება ხელოვნური ინტელექტის შეკავების ეპოქა, გახსოვდეთ, რას ნიშნავს ეს შეკავება. მათ ის გამოიყენეს სკოლაში, დილის გაკვეთილების დროს და არავის ვისაც ეს ეხებოდა პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, რადგან ეს აბსტრაქტულმა სისტემამ გააკეთა. სისტემა კი ეფექტურია, ეფექტურობა კი როგორც პალანტირი გეტყვით იდეოლოგია არ არის. ეს უბრალოდ პროცესია. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც კაპიტალიზმმა საბოლოოდ მოიხსნა ჰუმანიზმის ნიღაბი. დღეს მსოფლიოს ბედი აღარ წყდება დიპლომატიურ მაგიდებთან. ის წყდება სამხედრო ბლოკადებით, ჩიმშილის კალკულაციითა და სიკვდილის ალგორითმებით. სისტემამ ადამიანის არსებობის ფუნდამენტური პირობა, პური და თავისუფლება შანტაჟის იარაღად აქცია. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა არ არის მხოლოდ ენერგეტიკული კრიზისი. ეს არის განაჩენი მილიონობით ადამიანისთვის, რომელთა გადარჩენაც ბაზრის უხილავმა, სისხლიანმა ხელმა გეოპოლიტიკურ კაპრიზებს შესწირა. შეხედეთ ამ პროცესის საზარელ რაციონალურობას. როდესაც ბავშვების მკვლელობა წარმოების პროცესამდე დადის, ხოლო სკოლების დაბომბვა ლოგისტიკურ ეფექტურობამდე. ჩვენს თვალწინ იბადება ტექნოფაშიზმი, სადაც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარი მხოლოდ 4 კლიკია. სისტემას აღარ სჭირდება მორალი, მას მხოლოდ ეფექტურობა სჭირდება. მას აღარ სჭირდება მოქალაქე, მას სჭირდება მომხმარებელი, რომელიც საკუთარი სუვერენიტეტის ნარჩენებს ამერიკულ გაზსა და ციფრულ ოკუპაციაში გადაცვლის. ეს არის ომი მოწმეების წინააღმდეგ. სისტემა ხოცავს ჟურნალისტებს და ანადგურებს სიმართლეს, რადგან სიმართლე ერთადერთი იარაღია, რომელიც მათ ალგორითმულ გულაგში არ იშიფრება. ისინი გვეუბნებიან, რომ ეს არის პროგრესი, მაგრამ ჩვენ ხედავთ ბარბაროსობას. ისინი გვეუბნებიან, რომ ეს არის მშვიდობა, მაგრამ ჩვენ ხედავთ ანექსიას. როცა ფაშიზმის კვამლი ჰაერში ტრიალებს, მას ყოველთვის ტექნოლოგიური წინსვლის სუნი ასდის. ჩვენი ხმა კი არის ერთადერთი, რასაც ამ ცივი კაპიტალისტური მანქანის მხილება შეუძლია. მადლობას გიხდით გამოხმაურებებისთვის და კომენტარებისთვის, გემშვიდობებით მომავალ კვირამდე დროებით.